მეცხრე სახლის თემა ძალიან აქტიური არის და მნიშვნელოვანი არის ბავშვების აღზრდის პროცესში, იმიტომ რომ მეცხრე სახლი ადამიანში ახდენს ფორმირებას თავისი იდეალისას, ანუ როგორი მე მინდა რომ ვიყო, როგორი ადამიანი მინდა რომ ვიყო, ანუ საითკენ ვისწრაფვი. შესაბამისად, როდესაც ადამიანს აქვს ჩამოყალიბებული ეს კონკრეტული თავისი იდეალი და აქვს ჩამოყალიბებული კარგად, შესაბამისად შეუძლია ბავშვს ასწავლოს იგივენაირად ჩამოუყალიბოს, თუნდაც მისი თავისი დაეხმაროს თავისი იდეალების ჩამოყალიბებაში, ან მისთვის გზა როგორ შეიძლება ეს ყველაფერი გაკეთდეს. ამიტომაც საკუთარი განვითარების დონე ძალიან არის დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ და რამდენად იყო განვითარებული შენი მშობელი. რეალურად რაც უფრო მეტი იცის მშობელმა, მით უფრო მეტ ასწავლის ბავშვს, რაც უფრო ნაკლებად განვითარებული ხარ, ანუ შენ რეალურად ასწავლი შენ შვილს იმას, რაც შენ იცი. შენ არ შეგიძლია ასწავლო რამე ისეთი, რაც შენ არ იცი. იგივე ეხება მეცხრე სახლს. მეცხრე სახლი არ არის კონკრეტული ცოდნა, რაიმე კონკრეტულ სფეროში, ეს არის გამოცდილება, ეს არის ცხოვრების გამოცდილება. ანუ როგორ უნდა იცხოვრო ადამიანმა, როგორი მორალური ფასეულობები უნდა გქონდეს, როგორი დამოკიდებულება უნდა გქონდეს რელიგიასთან, როგორი ფასეულობები უნდა გქონდეს ცხოვრებაში, საითკენ უნდა მიდიოდე, ესე ვთქვათ, საითკენ უნდა ისწრაფოდე. ეს ყველაფერი თუ ადამიანს თვითონ არ აქვს ჩამოყალიბებული, რა თქმა უნდა, ვერ ასწავლის შვილსაც. ამიტომაც, როდესაც საქმე ეხება ბავშვების აღზრდას და როდესაც დაგეგმავთ ყველაზე იდეალურ შემთხვევაში, როდესაც ის იგეგმება შვილების გაჩენა, ჯერ პირველ რიგში ადამიანი უნდა იყოს განვითარებული საკმარისად იმისთვის, რომ ასწავლოს შვილს. ყველაზე ცოტა უნდა იყოს განვითარებული იმდენად, რომ ჰქონდეს სურვილი განვითარდეს და ისწავლოს შვილის გამო მაინც, ან განვითარდეს და ისწავლოს შვილთან ერთად. არ არის აუცილებელი თავიდანვე რაღაც ძალიან განვითარებული იყო იმისთვის, რომ ესე ვთქვათ, შვილს ასწავლო. შეიძლება პარალელურად განვითარებაც, თავარი არის, რომ იყოს სწავლის სურვილი და ამ ყველაფერს ანახებს მეცხრე სახლი, რაც უფრო მეტად ძლიერია თქვენი მეცხრე სახლი, ან რაც უფრო მეტად დამუშავებულია თქვენი მეცხრე სახლი, შესაბამისად უფრო მეტს ასწავლით თქვენს შვილს. ცხოვრებას ასწავლით კონკრეტულ მორალურ ფასეულობებს, როგორი უნდა იყოს, როგორ უნდა იცხოვროს. და საბოლოო ჯამში ეს არ არის, ესე ვთქვათ, წარმატებისთვის ცხოვრება, ეს არის ცხოვრება იმისთვის, რომ განვითარდეს ადამიანი და იყოს კონკრეტული განვითარებული დამოუკიდებელი, ესე ვთქვათ, სრულყოფილი, ცალკე აღებული, სულიერად განვითარებული ინდივიდი.